ნიუპორტის დელეგაციის მორიგი ვიზიტი ქუთაისში ტრადიციულად ნიუპორტის ქუჩაზე გასეირნებით დაიწყო. ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქუჩას სახელი ამ ორი ქალაქის დამეგობრებიდან 10 წლის თავზე მიენიჭა. ინგლისური მხარის ქუთაისში ჩამოსვლას წინ უძღოდა ნიუპორტში ქუთაისის სანაპიროს გახსნა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ დიდ ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში გაიხსნა ქუთაისის ქუჩა. უფრო ვიტყოდი, ეს არის ქუთაისის სანაპირო, რომელიც გაიხსნა ქალაქის ცენტრში, მიუყვება მდინარის სანაპირო 3 კილომეტრიანი ქუჩა, სადაც მოთავსებული არის თანამედროვე თეატრები, უნივერსიტეტის უაღრესად დიდი თანამედროვე შენობა, თანამედროვე ოფისები, არაჩვეულებრივი სკვერები და ასე შემდეგ. დამეგობრებულ ქალაქთან უსხა დღითი დღე იზრდება მათი რაოდენობა იმდენად შთამბეჭდავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ საინფორმაციო ფირნიშის დაყენება აუცილებელი გახდა. ყველაზე მეტი მეგობარი ქუთაის უკრაინაში ყავს, თუმცა ეს დაძმობილება მხოლოდ ფურცელზე დაწერილი რჩება. უკანასკნელ პერიოდში რამოდენიმე ადმინისტრაციული პროექტი განხორციელდა ქალაქ პოზნანთან ერთად. არაერთი საჯარო მოხელე იქნა მივლენილი ქალაქ პოზნანში ჩვენი მასპინძლების ხარჯებით და მოხდა ჩვენი საჯარო მოხელების გადამზადება. აი დღესაც ჩვენი 4 თანამშრომელი ქალაქ ქუთაისის მერიის იმყოფება ქალაქ პოზნანში. აი სწორედ ამ ადმინისტრაციული პროექტის ფარგლებში 11 დამეგობრებული ქალაქი ქუთაისისთვის საკმაოდ ბევრია. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ უმჯობესია ეს ურთიერთობები ვიზიტების ფარგლებს გასცდეს და საქმიანი იერი მიიღოს. დამეგობრებულ ქალაქებთან, დაძმობილებულ ქალაქებთან ურთიერთობა ვერ გაცდა ვიზიტებს. ჩასვლა, ჩამოსვლა, კაი კეიფი, კაი რესტორანი და ასე შემდეგ. მე მინდა დამეგობრებულ ქალაქებთან ურთიერთობა ვნახო ჭრილში, იმ ჭრილში, რომ რასაც ქვია ეკონომიკა. მინდა ვნახო ერთობლივი საწარმოანი, ერთობლივი მცირე წარმოება მაინც, ან ერთობლივი მაღაზია თუნდაც რა. ძალიან ისეთ მცირე ბიზნესზე დავდივარ. სამწუხაროდ ეკონომიკურ ჭრილში ვერავინ ვერ უყურებს დამეგობრებული ქალაქების ფასს. როგორც ირკვევა, ქუთაისი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი დაძმობილებული ქალაქი ყავს, თუმცა სტატისტიკა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არაა, რადგან მათი უმრავლესობა ერთი გამონაკლისის ნიუპორტის გარდა ამ ურთიერთობების გაღრმავებას ნაკლებად ცდილობს.